მიხეილ მართალი იყო თავის ბლოგში თურმე ვიყვანე სტუდიაში მეორე დღესვე იშოვა პირველი ესე ვთქვათ დამკვეთი პირველი $30 მეორე დღესვე მიიღო და აქ ძირითადად იმით შოულობენ ფულს რაც ეზიზღება ხო ნუ ესეა აქ გამოიხედეთ გიორგის არქივისკენ და შეაფასეთ. პროსტა უბრალოდ შეაფასეთ. არ გაძალებთ რომ გამოიწერეთ, უბრალოდ შედით, შეაფასეთ და დანარჩენი თქვენ ნამუზე იყოს გამოიწერეთ თუ არა გიორგის არქივს. და დღეს სწორედ გიორგი მყავს მოწეული იმისთვის რომ აგიხსნათ და დაგაჯეროთ, როგორც ნახეთ ჩემი წინა ვიდეოები ფრილანსინგთან დაკავშირებით. ნამდვილად შესაძლებელია ფულის გამომუშავება ფრილანსინგით და ნათელი მაგალითი მოვიყვანე სტუდიაში. არის თუ არა ეს გამხელა სტუდია გქონდა? საკმაოდ დიდი. მიშენების პერსპექტივა. მეორე დღესვე იშოვა პირველი ესე ვთქვათ დამკვეთი კლიენტი რომ დავარქვათ გასაგებია. პირველი $30 თუ კონკრეტულად $30 მეორე დღესვე მიიღო და აქედან გამომდინარე ერთი რამ მინდა რომ მოვაწვინო თქვენამდე რომ არც ისეთი შეუძლებელია ყველაფერი როგორც თქვენ წუწუნებთ რომ არაფერი არ გამოვა და რაღაცა მთელი ცხოვრება შეგიძლიათ არაფერი არ გამოვა იძახოთ და არაფერი არ გამოვა მართლა. ესეც თუ რაღაც ცდა დაიწყეთ და თუ რაღაცის კეთება დაიწყეთ აგერ არის ფაქტი სახელზე. მიუხედავად იმისა რომ მე დიდი ხანია ფრილანსინგზე ვარ და ჩემი პორტფოლიოებსაც არ უჩივ ვარ მაინც და მაინც ჯერ არ გამომჩენია კლიენტი და აი ყველაფერი გამართლებაზეც არის და ყველაფერი იმაზე რამდენად ხალისიან პროდუქტს თავაზობ ადამიანებს. ნათელი მაგალითია გიორგი იმისა რომ განათავსა თუ არა თავისი გიგი ეგრეთ წოდი გიგი ვაფშე იმედად ცუდი ფონტი გამომდის აგარი ცუდის გავაკეთოთ გიგი გიგს ვაკეთებ გიგის გაკეთების ტუტორიალი ხოდა დღეს ჩვენი გიორგი აი სწორედ მოკლედ მოგვიყვება იმის შესახებ როგორ განათავსა თავისი პირველი გიგიონოკი გიგი როგორ განათავსა თავისი გიგი რა კონტენტი განათავსა რა პროდუქცია განათავსა და როგორ მიიღო პირველი დაკვეთა შეკვეთა და პირველი კლიენტი მოკლედ მეგობრებო მე ვარ გიორგი ხელაშვილი მე მაქვს არხი travel visas რა თქმა უნდა ეს არ არის მარტო ჩემი არხი ვერ დავიკვეხნი ეს არის ჩემი და ჩემი მეუღლის არხი ერთად მოგზაურობთ ერთად ვწერთ ვლოგებს ერთად გამოგზაურებთ ერთად გაძლევთ კარგ რჩევებს მოგზაურობის შესახებ სად შეიძლება იმოგზაუროთ სად შეიძლება არ იმოგზაუროთ ან იმოგზაუროთ და რა გამოკლეთ სად შეიძლება ტრაფიკინგის ფერფლი მოკლედ ყველაფერი რასაც მოგზაურობა ეხება შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს არხზე და რა თქმა უნდა დღითი დღე ვუმატებთ ვიდეოებს ვუმატებთ ხარისხს და ვუმატებთ რა თქმა უნდა ქვეყნებსაც როგორც ეგან ახსენა მიხეილმა ჩვენ აპრილში გვაქვს საკმაოდ დიდი სუყეტური დაგეგმილი და არ მოგაწყენთ გვერდებით შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ და იმოგზაუროთ ჩვენთან ერთად რაც შეეხება Fiverr და კონკრეტულად freelancing-ს მე პირადად პირველად ჩემს ვლოგშიც აღნიშნე რომელიც გუშინ დავდე ზუსტად ამის შესახებ რომ მიხეილ მართალი იყო თავის ვლოგში თურმე რომ შეგიძლიათ ცოტა ხელი გაანძრიოთ და გააკეთოთ რეალურად ის საქმე რაც გიყვართ წარმოიდგინეთ თქვენ გაქვთ საქმე რომელიც გიყვართ საქართველოში ხო ეგეთი ძალიან იშვიათია აკეთოთ ის საქმე რაც გიყვართ და აქედან შემოსავალია იყოთ აბა დაფიქრდით რამდენი შოულობ საქართველოში ფულს იმით რაც უყვარს აქ ძირითადად იმით შოულობენ ფულს რაც ეზიზღება ხო ნუ ესეა აქვთ ბიზნესის დიპლომი და მაგალითად შოულობენ ფულს არავის შეურაცხყოფას ვაყენებ დედასპიცა ვარ მეც ბიზნესის დიპლომი მაქვს ბიზნეს ადმინისტრირება მაქვს დამთავრებული მაგრამ ფოტოგრაფი ვარ შესაბამისად ანუ დიპლომი მაქვს სილამაზის გამო მაგრამ საქმეს ვაკეთებ სიყვარულით ანალოგიურად გირჩევთ თქვენს თუ არის რამე ისეთი რაც გიყვართ გეხერხებათ და არ გაქვთ იმედი რომ ამით შემოსავალი გაგიჩნდებათ
ჩემი რჩევა იქნება გადახვიდეთ ნებისმიერ ფრილანსინგის საიტზე, ну კონკრეტულად მე პირადად არჩევანი შევაჩერე Fiverr-ზე, Fiverr-ს რატომ ვეძახი, ტრენდი არ ვიცი, ალბათ რაც გონებაში ჩავთ. გრუზინულად არის Fiverr-ი. შეგიძლიათ შეხვიდეთ Fiverr-ზე და მოძებნოთ თქვენთვის სასურველი კატეგორია და რეგისტრირდეთ რა თქმა უნდა და აატვირთოთ თქვენი პორტფოლიო. ის რაც შეგიძლიათ და დამიჯერეთ გამოგივათ ისე როგორც მე გამომივიდა. ჯერ მართალია მიხელი ისეზის და არაფერი შეკვეთა შესულია, მაგრამ რა თქმა უნდა ჩავარდნილია ვაჭრობაში. ამით ფარხმალს არ დაყრის, დარწმუნებული ვარ, რადგანაც ზოგადად თუ კარგად გამოგდის საქმე, ეს უკვე ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია. შესაბამისად, მთავარია გააკეთოთ კარგი პორტფოლიო, რაც თვალს იზიდავს, ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგანაც ამ საიტზე მე მაგალითად რასაც დავაკვირდი, შეგიძლიათ დადოთ თქვენი პორტფოლიო როგორც მხოლოდ ფოტოებად, მაგრამ შეგიძლიათ ვიდეოც დაუვირთოთ თან. ვიდეო არის ამ საიტის ტრეილერივით. კი, ამ საიტის გასაღები არის ვიდეო. მე ყველა გიგაზე მაქვს ვიდეო დამატებული და სტატისტიკას რომ ნახულობ, impressions, ანუ რეალურად შეიძლება არ დააჭიროს, არ შემოვიდეს, არ ნახოს ჩემი გიგი და დეტალები რა მაქვს, რა ვთავაზობ სერვის, მაგრამ სტატისტიკურად ჩემი გიგების ნახვა იზრდება. ანუ რეალურად შენ ხდები სერჩადი, ანუ ძებნადი ამ საიტს. ამ საიტს. კიდევ მთელი მუღამი მაგ ვიდეოს იცი რა აქ, ანუ აი ფოტო მომსახურებაც გააქვს თუ არა და მნიშვნელობა არ აქვს. ანუ ვიდეო ტრეილერს რომ ამბობთ, აი ვიდეო ტრეილერი უნდა გააკეთო, მაგის მუღამი იცი რაში დაუჭირე? აი ეს thumbnail-ი რაც ჩანს, აი იმ viewer-ის გიგებზე, აი პატარა იკონკა შეუსვლელად შეგიძლია ვიდეოს პრევიუ გააკეთო და მაგიტო არის ვიდეოზე რომ მოდიან ხალხი. ანუ შეუსვლელად ეჭირება პრევიუს. კი, ზუსტად, ანუ ეგ არის გასაღები რომ მეც აი პირადად ჯერ ვიყავი შესული როგორც მომხმარებელი. ანუ საიტი შევისწავლე როგორც მომხმარებელი და არა როგორც სელერი. შესაბამისად, საიტი რომ შევისწავლე, ვიფიქრე როგორც ბაიერმა და არა როგორც